მოქალაქეებო, თვითმფრინავ ადამიანებო, ვინც მოგზაურობთ დღეს, ძალიან მნიშვნელოვან დღეს. დღეს ბათუმში იხსნება და გაიხსნა ქართული ოცნების ოფისი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. იმიტომ რომ დღეს სწორედ საფუძველი ეყრება ბათუმში ქართული ოცნების რეალურად ასრულებას. და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მე გახლავართ მარინა კობახიძე, გახლავართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის, ეს გახლავთ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე, წილად მერგო ასეთი ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და ვცდილობ რომ ეს პოზიცია ვითვითო ნამდვილად ისე როგორც შეეფერება იმ პარტიას, რასაც ქვია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად, ესენი არიან იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან ძალიან მნიშვნელოვან კოალიციას, რასაც ქვია პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება. მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა მარტო არ არის ამ ბრძოლაში, ქართული ოცნების რეალურად ასრულებისთვის ბრძოლაში მასთან ერთად არიან ის ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკურად, აქტიურად იბრძოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალურად ყოფილიყო დემოკრატიული ხელისუფლება, დემოკრატიული მმართველობა, რასაც სამწუხაროდ დღემდე ვერ მიაღწია ქვეყანამ. ესენი არიან რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები, ეროვნული ფორუმი, მრეწველები და არიან ასოცირებული პარტიები კოალიციაში, როგორც არის მწვანეები, სოციალ-დემოკრატები, ანუ გაერთიანება კოალიცია არის ძალიან დიდი. ეს არის რეალური ძალა იმისა, რომელსაც ნამდვილად ძალუց ოქტომბრის არჩევნებში დაამარცხოს ის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 8 წლის განმავლობაში სამწუხაროდ ქვეყანას მიაქანებს ძალიან დიდი უწყლისკენ. ყველა თქვენთაგანი ამას გრძნობს, ყველა თქვენთაგანმა ეს იცის და სწორედ ამიტომ მოგზაურობთ თქვენ ყველანი დღეს ქართული ოცნების ოფისში. ქართული ოცნება ეს არ არის მხოლოდ ქართული ოცნება. ეს არის აჭარული ოცნება, ეს არის აჭარის თითოეული მოსახლის ოცნება, იმიტომ რომ საქართველო არ არსებობს აჭარის გარეშე. აჭარა გახავთ ძალიან სტრატეგიული, ძალიან მნიშვნელოვანი კუთხე, რეგიონი, რომლის გარეშეც საქართველო უბრალოდ ვერ იარსებობს. ეს არის ის ადგილი, რომლის ძლიერება, რომლის განვითარება, რომლის თავისუფლება, რომლის დემოკრატიაც თითოეული თქვენთაგანის აქ მაცხოვრებლის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებლის ძლიერებაზეა დამოკიდებული დღეს საქართველოს როგორც მთლიანი ქვეყნის ძლიერება, იმიტომ რომ გამორიცხულია ბათუმის და აჭარის ყველა რაიონის გარეშე. დღეს თბილისმა თავი იგრძნოს ხრებში გაშლილად. თქვენ მოგეხსენებათ ილია ჭავჭავაძის დროიდან მოყოლებული ის იყო ადამიანი, რომელიც აჭარის თავისუფლებას, აჭარის დაბრუნებას, დედა სამშობლოსთან მიერთებას აი ამ ფაქტს ყველა დიდი ეროვნული მოღვაწე ძალიან მნიშვნელოვნად უსვამდა ხაზს და ყველა პოლიტიკური მოვლენა, რაც ხდებოდა საქართველოში, აჭარის საქართველოსთან დედაბუნებას, დედა სამშობლოსთან მოერთების და დაბრუნების შემდეგ ყველა პოლიტიკურ მოვლენასთან სწორედაც აჭარის აქტიური ჩართულობა და ამ მოვლენაში უშუალო მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. არც ერთი ქართული საქმე აჭარის გარეშე არ შეიძლება კეთდებოდა. არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე არ შეიძლება ამ რეგიონის მოსახლეობის გარეშე კეთდებოდა. ამიტომ შეიძლება ცოტა გაგვიგრძელდა ამ ოფისის გახსნა, მაგრამ მე ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა ის, რომ რეალურად ერთობით კოალიციაში შემავალმა პარტიებმა, იმ ადამიანებმა, ვინც დღეს დგას ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მოახერხეს ის, რომ დღეს აი აქ ამ ოფისში შეიქმნა სწორედ ქართული ოცნების შტაბი, რომელიც იწყებს ძალიან აქტიურ ბრძოლას იმისთვის, რომ ოქტომბერში ჩვენ მივიდეთ გამარჯვებამდე და ოქტომბერში რეალურად უმრავლესობით მოვიდეთ საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ თითოეული აჭარელის ოცნება ახდეს. რა არის ეს ოცნება? ძალიან კარგად და ნათლად იცით თქვენ ეს. ეს არის რეალურად თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული, სადაც თითოეული თქვენთაგანის ინტერესზე იქნება სახელმწიფო ხელისუფლება ორიენტირებული, აღდგება სამართლიანობა, დაიბრუნებს ღირსებას თითოეული თქვენთაგანი, იქნება აბსოლუტურად სამართლიანი სასამართლოდ. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი
არის აბსოლუტურად უკანონოდ მსჯავრდებული და უკანონოდ განჯილი აი იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართლიან სასამართლოსთან. ძალიან ბევრი აჭარელი დამიცავს, როგორც ადვოკატს და როგორც ადამიანის უფლება დამცველს. მე 10 წელია სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობდი და ძალიან ბევრი ბათუმელი, ბევრი ქობულეთელი ჩამოსულა ჩემთან და უთქვამს, რომ მისი უფლებები შელახულია იმის გამო, რომ ვიღაცა ხელისუფალის კლანური ინტერესებიდან გამომდინარე, ის რომ ვიღაცას სურს მისი ქონების ხელში ჩაგდება, ის რომ ვიღაცას სურს დაეუფლოს მის ბიზნესს, აი ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი უფლება შელახული მოდიოდა სწორედ ჩემთან და მე ნამდვილად ვცდილობდი მათი უფლებების დაცვას, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეს აბსოლუტურად შეუძლებელია ის ძალა მთელი საქართველო გააერთიანოს იმისთვის, რომ ყველამ ერთად ოქტომბერში ამიხდინოთ ქართული ოცნება, რაც არის რეალურად თავისუფალი, გაერთიანებული, დემოკრატიული, ღირსეული ქვეყანა, სადაც ნებისმიერ ქართველს, ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ყველა აჭარელს, აჭარაში ყველა მაცხოვრებელს ექნება იმის საშუალება თავისი შრომით მიაღწიოს იმას, რომ მისი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი. თუ მას ამის საშუალება არ აქვს ფიზიკურად, სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას, გასცეს შესაბამისი დახმარება, გასცეს შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფის შესაძლებლობები, დაზღვევის სისტემა და ასე შემდეგ. ჩვენი პროგრამები არის ძალიან საინტერესო და ჩვენ საარჩევნო კამპანია სწორედ აჭარაში პრინციპში აი ამ ოფისის გახსნით ვიწყებთ. ბატონი ბიძინა ჩამოვა აუცილებლად ბათუმში, ბატონი ბიძინა აუცილებლად შეხვდება ამორჩევლებს, აუცილებლად თითოეულ თქვენთაგანთან მივალთ იმ პროგრამებით, რასაც ქვია თითოეული თქვენთაგანის უკეთესი მომავალი და უკეთესი ცხოვრება, ამიტომ მე მინდა მოგილოცოთ, რომ ეს არის ძალიან ღირსშესანიშნავი დღე. ერთობით დავდგეთ, ქართული ოცნება გაიხსნა, ქართული ოცნების ოფისი დაფუძნდა და ეს არის საქართველოს ერთ მუშტად შექმნის დასაწყისი. ოქტომბერში დიდი გამარჯვების დასაწყისი. ცოტა სიტყვა გამიგრძელდა. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ოფისის ხელმძღვანელი, შტაბის ხელმძღვანელი, რომელიც უხელმძღვანელებს სწორედ ქართული ოცნების საქმიანობას ბათუმში. ეს გახლავთ ბატონი ავთანდილ ბერიძე, რომელსაც ყველანი კარგად იცნობთ.